გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ რატო ვიღებ ახლა ამ ვიდეოს? ვიწყებ ახალ პროექტს, ოღონდ ვიწყებ ამ არხზე არა, ჩემს ძირითად არხზე. პროექტს ქვია საქართველოს გარშემო. სოკარი ასპონსორებს ამ პროექტს და ვაპირებთ, რომ ამ წლის განმავლობაში ვიმოგზაუროთ საქართველოს სხვა კუთხეებში და გადავიღოთ ძალიან მაგარი ვიდეოები. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს. ამ პროექტისთვის გვჭირდებოდა ავტომობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი, შესაბამისად თანამშრომლობთ Renault-თან და ვაპირებთ, რომ გამოვიყვანოთ ახალი Renault Duster, რომელიც არის მაღალი გამავლობის მანქანა და რომლითაც ამ პროექტის ფარგლებში მოვვლით მთელ საქართველოს. დღეს ჩამოვიდა მოკლედ ეს მანქანები, ფერები კი ვიცი რა ფერებით ჩამოვიდა, მაგრამ რეალობაში არ მინახავს რა. ფოტოებში და სხვანაირია ხოლმე, ამიტომ ეხა მივდივართ და ერთად მოკლედ ავარჩიოთ ფერი. ჩემს ძმას ვინც არ იცნობ, დღეიდან შეგიძლიათ იცნობდეთ მეგობრებო. გამარჯობა. ერთად ავარჩევთ მოკლედ ჩვენს ახალ მანქანას, რომელიც გაგვიმარტივებს მოკლედ რა მჭირს შენიხა. ერა დამება. მოკლედ ხო რა მივალთ ეხა Renault ცენტრში, Renault ცენტრი არის იმის რა ქვია, ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს და შევარჩევთ მანქანას ერთი სული მაქვს რა. დაახლოებით კი ვიცი ხა რა ფერიც მინდა. ნანახი მაქვს რა ფოტოები, მაგრამ რეალობაში რო ნახულო, მაინც სხვა არის და შეიძლება არის იმის ალბათობა, რომ შევცვალო არჩევანი რა ვნახოთ. ესეც ჩვენი Renault ცენტრი. აბა თქვი რამე? რამე. და საინტერესო ამბავია, სადაყენიან და დასტერები. აუ რა კაი ვიცია. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, თავად? კი. კარგად, შენ? კარგად. გამარჯოს, როგორ ახარ? თქვენგან დამჯობშნი ახლა ფრენას. ხო. და კაი ვიხარია. ესეც რა კაი ფერია. ხო. ფოტოებში არ ჩანდა ესეც. ცოტა ბეჟი და ჩამოვიდა ესეთი ფერი. ვა. პორშეების ფერია. ეს დასაფიქრებელი ფერია. წინიდან არის ძალიან ლამაზი. ძალიან უმწოს წინა ნაწილი. და პრინციპში უკანა ძალიან ლამაზია. ესადე ძალიან საკაიფო არა და ეს ახალი ლოგო უხდება მაგრად. მოკლედ საერთო ჯამში ეს მანქანა ძალიან მესიმპათიურება. ის მწვანე სად არის? ის იქით ხო? კი, დავიცი. დავიცით. ეს არა, ის ღია. ღია კი არა, დამჯდარი. მეორე მწვანე. პირველი მწვანე ცილიონკა. ხო. აი ეს, არა, ეს ლამაზია, აი. აუ მაგრამ მომწონს ეს. ბიჭო მე ეგრე მეგონა რომ ეს სიმწანეში დაიკარგებოდა, მაგრამ სპეციალურად ნახე დრონის კადრები ზუსტად ეს მანქანა რა. და მიდიოდა რაღაცა ტყეში. და ძალიან ლამაზი იყო, რავი. შავი არა, თეთრიც არა. არა, შავი, თეთრი, ვერცხლისფერი არ გვინდა, ფერადი მინდოდა რა. ან ვიდეოებში კარგად მოუხდება ფერადი. ან ეს, ან მოწითალო. ეს მოწითალო. აუ ნახოთ ის. ო ეს მაგარი გასარეცხია. ნახე, ვაფშე სხვა ფერი. წითელი არ არის. წითელი არ არის. წითელსაც ვერ იტყვი, მაგრამ ვერც სტაფილოსფერს ვერ იტყვი. რთულია მეგობრებო გადაწყვეტილების მიღება. და ძალიან სასიამოვნო მომენტია, როცა მანქანის ფერს და ძალიან სასიამოვნო რა. რატომები სცენაში. დღეს რაღაცა ვერა ვარ ხობზე. ჩემი მანქანა მეგობრებო. აი ზუსტად ეგ ფერის Renault მყავს მეც. ხო, და ის მანქანა 4-4-ზე არ არის ეხა ვერ მიდის რა ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ დავდივართ და ვაპირებთ რომ წავიდეთ და ამიტომ აგერ ეს მხეცი გვეყოლება ამ პროექტში. 4-4-ზე არ ყავს. მართლა? აბა გამოივიცხა და გამარტივდა არჩევანი. გამიმარტივდა ის წალე ძალიან კაია. აი ჩემთვის რო ყიდულობდე ეხა და არა პროექტისთვის. ამას ავიღებდი ალბათ. რაღაცა უცხოფერია რა, არც თეთრია, არც კრემისფერია. 16,900 ევროღის ეს.
ძალიან მაგარი ფასია, სულ ახალი მანქანა მიღადავები. ძმაო. აუ, რა კაი სუნი დგას. ახალი მანქანის სუნი რა. ძალიან კაი. აი ეს სუნი მიყვარს მაგრად. ახალი მანქანის. ნახე აქ სადაკისა. სახელური. აქ ტევადი? ვაუ, აქ. ჩანთებს ჩავყრით საკაიფოდ. აქცონს? აი ისეთია რომ წაიყვანო და გამოიყენო რა უზოვაში. ანუ ორხიდიანიც ყავთ, დასტერი და ყავთ ცალხიდიანებიც. ეს არის ორხიდიანი, არის მექანიკა. 4 კაცი ვიმგზავრებთ იდეალურად. მე, შენ, ოთო და ესა. სერიოზული სასტავი ვიკრებით რა. ყველა кайფერია იდეაში ყველა მომწონს, მაგრამ ფოტოებში მწვანე მქონდა არჩეული და ეხა რეალობაშიც რომ ნახე მოკლედ მწვანეზე შევაჩერებ არჩევანს. მოკლედ ეგ მწვანე გადავწყვიტეთ. აი ეს დამჯდარი მწვანე. მოკლედ მეგობრებო, მოიყვანეს ტესტ დრაივის მანქანა და ეხა გავატარ ეს უშუალოდ ჩვენი მანქანა არ არის, ტესტ დრაივის არის. მაგრამ ზუსტად ესეთი იქნება ჩვენიც რა, ოღონდ სხვაფერი. კაი, გავიაროთ, ნახოთ აბა, დავტესტოთ ახალი დასტერი. აუ, რამდენი ხანია ძმა, მექანიკა არ მიტარებია. სადეს გავაქრო. ხოჩაცი. მინდა მიდი ჩემაქანასთან და სოლის ნაჭერი მოხდაგო. ანუ ჩავწ. აი, წავით. გაიხარეთ, მადლობა. არა ეს ჩვენი არ არის. რა არის? რატომ? გაგიტმინდა შუშა. აი. ეს ჩემ მანქანასაც ზუსტად ესეთი გასაღებია. აწი. არა გვაქვს 2 ლარი დაგვანებებს თავი რა. არ მინდა ძმა. ხურდა არა გვაქვს მეგობარო. ყველაფერში ფულს გახსნა. ხურდა არა გვაქვს. არა გვაქვს ხურდა ძმა. აწი. ვინ არის? აწი შეჭი. არა გვანებს ძმა. აუ რა უნდა ძმა. ელა რა მეგობარო, არ გვინდა რა. აგინდა ძმა. რბილი არის არა? ძალიან კაია. ძალიან რბილია. ფოტოშოპის ხმაც არ შემოდის რა გარედან. აუ მექანიკა რა კაია, მომნატრებია. იმენა შენია მანქანა. ბიჭო, აი ხო რაღაცა სხვა მუღამი აქვს რა მექანიკას რა. ბიჭო, კაი გაწევა აქ. მე მომწონს ნორმალურ ხა ხო? რა უნდა მოთხოვ დასტერს? დასტერს რაღაცა იმას ვერ მოთხოვ სასწაულებს, მაგრამ არ შეგარცხენს მოკლედ რა გადასწრება რო გინდოდეს. გადაასწრებ. მაგისტრალზე და რაღაცა შვენივრად იწევს. მოკლედ მოდი ახლა ვისაუბროთ ამ პროექტზე, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. ამ პროექტს როგორც უკვე გითხარით, მთავარი გენერალური სპონსორი ყავს სოკარი და აქედანაც დიდი მადლობა სოკარს, რომ გვერდში დაუდგა ამ პროექტს. თან ეს პროექტი იმით არის კარგი, რომ საქართველოს პოპულარიზაცია სხვადასხვა მხარეებს, მოკლედ ისეთ ადგილებს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ქონდეთ ნანახი გაგონილი, ჩვენ გაჩვენებთ, გავუწევთ პოპულარიზაციას, საინტერესო ადამიანებს გაგაცნობთ და მოკლედ საკმაოდ ისეთი ეროვნული პროექტიც არის და მადლობა სოკარს, რომ გვერდში დამიდგა, იმიტომ რომ საკუთარი სახსრებით ამას ვერ გავაკეთებდი. ასევე დიდი მადლობა რენოს, რომელიც გვერდში დაუდგა ამ პროექტს და ესეთი სასწაული, კარგი მანქანა გვეყოლება მოკლედ და გაგვიმარტივდება ვიდეოების გადაღება რა, ისეთ რთულად მისადგომ რეგიონებში. ვაპირებთ 8 ვიდეოს გადაღებას, ანუ 8 ვიდეოსგან შედგება ეს პროექტი. ვიმოგზაურებთ სხვადასხვა კუთხეში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ისე ბარში და შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს. გაზაფხულზე დავიწყებთ დიდი ალბათობით ვიდეოების გადაღებას, თუმცა ძირითად ნაწილს მაინც გადავიღებთ ზაფხულში. აქვე ბარემ გეტყვით იმასაც, რომ კომპანიებმა, ვისაც გაქვთ ინტერესი ჩაერთოთ ამ პროექტში, რაიმე სახით შეგიძლიათ მითითებულ მეილზე დაგვიკავშირდეთ და
შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ამ პროექტის ფარგლებში. ჩვენ უკვე გვაქვს 3 ვიდეო გადავიღეთ საქართველოში. ეს არის თუშეთი, ეს არის გურია, ეს არის კახეთი და აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება და სასწაული ბევრი ნახვა რა. საინტერესო იქნება ვფიქრობ ნებისმიერი კომპანიისთვის. და ჩვენთვისაც დამატებითი გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, არ გვაწყენს. რა ხალხია, მოკლედ. ძალიან ასწორებს რა ესე მანქანით რო დავდივარ ხოლმე ჩემი მანქანითაც შანსი არ არის რომ ვინმე არ მომისიგნალოს რაღაც უკნიშანზე არ მომესალმოს და რაღაცა დადებითი ენერგიებით არ ამავსონ რა მიხარია ეგ ამბავი. კაი ბიჭო, კაია მანქანაზე თქვათ ეხა რა სიტყვი გიგა. შეჭემა მაკატავე. საკმაოდ მაღალზე დგას მანქანა. ავედით. როგორია, ბაჭდომა? ძალიან კაი. რავი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ერთი გავლით ძალიან. და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ ჩვენ პროექტს და როდის ჩავრთავთ საქმეში მოკლედ ამ მანქანას. ამას რო გავიყვანთ, მე დავბრინდავთ, სოკარის ლოგო უნდა გავუკეთოთ და დავაწერთ ალბათ პროექტის სახელსაც. რეგიონებში როცა ვივლით ამ მანქანით, ალბათ ვინც იქნებით ჩემი გამომწერები იქ გვიცნობთ. შეგიძლიათ მე მოხვიდეთ, გადავიღოთ ფოტოები, გავიცნოთ ერთმანეთი. მოკლედ ამ მანქანას საქართველოს ბევრ რეგიონში იხილავთ ამ წელს და ალბათ ძირითადად ზაფხულში. აუ, როგორ მიხარია ეს პროექტი? აი, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე მეტად ახლა ეს მიხარია. იმიტომ რომ მგონია რომ თან რაღაცა კაი საქმე გაკეთდება რა. ბევრ ადგილს გავუწევთ პოპულარიზაციას, გავუკეთებთ პოპულარიზაციას. ფოტოშოპის არის ადგილები, სადაც ჩვენც არ ყოფილვართ სიმართლე გითხრა. კი, ეხა ჩვენც მე მაგალითად თუშეთში ეხა ვიყავი წინა წელს. იქამდე ნამყოფი არ ვიყავი. ხევსურეთში მე არ. სირცხვილი არის რა. ამ ხელა მოგზაური კაცი თავს როდებ მოგზაურობაზე და თუშეთში არ ხარ ნამყოფი, მართლა სირცხვილი. ძალიან მოტივირებული ვარ. და მე როცა მოტივირებული ვარ, ძალიან კარგად გამომდის ხოლმე ზოგადად საქმე, ამიტომ კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ, დარწმუნებული ვარ ჩემ თავში. აგერ ჩემი სპონსორი, მეგობრებო, სოკარი არის კომპანია, რომელიც უკვე მე რამდენი წელია ჩემს გვერდით დგას და მე რამდენი წელია ჩემს იდეებს მოკლედ ფრთებს ასხამს. და მეხმარება რომ ფრთები შევასხა. ერთ-ერთი ყველაზე ერთგული კომპანია ამდენი წლის განმავლობაში მოკლედ ერთად ვართ რა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. იმიტომ რომ სპონსორის გარეშე შეუძლებელია რომ რაღაცეები აკეთო რა. და ასევე რენო ძალიან კარგი. რენოცთანაც უკვე წლებია მეგობრობ. და ესეთ მაგარ პროექტში მოკლედ რენოც გვერდით დამიდგა. თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც რომ ჩვენც მოგვეწონა ეს მანქანა და ხო, დაინტერესება იყო პირველ რიგში. კი, ეგ უნდა აღინიშნოს. უნდა აღინიშნოს, რადგან ჩვენ მეორად მანქანას ვაპირებდით გვეყიდა და თავიდან ხო ვაპირებდით რომ მეორადი მანქანა გვეყიდა. ძველი არა, მაგრამ ნუ ერთი სპონსორის დახმარებით და ცოტა გამავალი მანქანა რა. და მე რომ ნახეთ ეს ახალი დასტერი, ძალიან მოგვეწონა რა. და მე რენოს დაუკავშირდი და მოკლედ ესე შედგა ჩვენი თანამშრომლობა. აგრად დადის შენც მოვასპიცავა, აი ძალიან მაგარი მანქანა. განავინმეს გააკვირვებ გაწევით, მაგრამ ეს თავის საქმეს გააკეთებს, ეხა ამას მეტი არ რა თქმა უნდა, უგზოობის მანქანაა და პრაქტიკული მანქანაა და თავარია ჩვენ პრაქტიკაში კარგად გამოგვადგეს და ვიაროთ ყველგან. ჩვენი მანქანა ეხა ეს კონკრეტული არ არის როგორც ითხარით. ჩვენი მანქანა გაირეცხება, გალამაზდება, დღეს უკვე ვეღარ ესწრება გადაფორმების ამბები და რაღაცეები. ამიტომ ხვალანზე გმოვალთ და ჩვენს მანქანას უკვე უშუალოდ გავიყვანთ. დღე მეორე მივდივართ მანქანის გამოსაყვანად, უშუალოდ ჩვენი მანქანის გამოსაყვანად. დღეს ძალიან კაია მინდია. და რა ხდება საერთოდ თბილისში, ძმაო, მარტი არის სასწაული. ძალიან კაი ამინდები წამოვიდა. ეგ არის, მოვედით და მე მგონი ვხედავ ჩვენ მანქანას. მოვედი. გაშვები აბა. ავიცი. შენი კიცი ბიჭი. აუმარჯოს.
მომეწონა კი არა, აი ძალიან კაია რა. კი. აქვე ფორმდება მოკლედ და ნომერსაც აქვე ავარჩევთ. რა ლამაზია, ხო არ გადავა. ზეზე ბევრად უფრო ლამაზი ფერი გამოდის. წინიდან მომწონს ძალიან ცხვირი. აი ეს მომენტი მიყვარს ყველაზე და ახალ ნომრებს რო აყენებ. რენო სოსოს კოლაბორაცია. სპეციალურად დავიღეთ ის ნომერი. განა შევთხოვით. მადლობა. სერვისზე როდესაც უნდა იარო. მირჩევნია გამოგიგზავნო თუ ფურცელი გირჩევნა? ფურცელი ჯობია. ნუ ესეთი გასაღები გვაქვს. მადლობა ძალიან დიდი. მოგზაურობებში, გაიხარე. გადაღებებში და წვანეზე თავისთავად. მადლობა. ეგ არის ძმა. შვიდობაში. ჩარკ. შვიდობაში, აბას მწვანეს. პირველი გაღებათ. კაპ. ბიჭო, კარგია, ახალი მანქანა კარგია. აუ რა გაისუნია. სასტრაფოდ ჩასასხმელია ბენზინი და გამოიცანით საჩავასხამთ ბენზინს, რა თქმა უნდა სოკარში. რამდენი კარგი. 11 კილომეტრია გარბენ. 11, ანუ სულ ახალია რა. აი ცენტრის მანქანა მაგიტო მიყვარს რა. აი ხა ალბათ კომენტარებში შეიძლება ბევრმა დაწეროს რომ ძმა რენო რად გინდოდა ძმა ახალი მანქანა დამისახელეთ აი ამ ფასში ამაზე უკეთესი. ეს მანქანა ხა ღირს $24,500. ნოლი გარბენით ცენტრიდან გამოყვანილი. ანუ მეც ვიცი რომ ამაზე უკეთესი მანქანები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ფასში, ანუ თავის ფასში ვფიქრობ რომ ეს არის საუკეთესო. ვინც არ იცით ეს მანქანა შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე ძალიან ბევრი განხილვები დევს უცხოელების და ნახეთ რა შეუძლია ამ მანქანას. ამ ფასად შეიძლება ვიღაცამ ერჩივნოს რომ იყიდოს მეორადი მანქანა, უფრო მაღალი კლასის, მაგრამ არიან ადამიანები და მე ვარ ეგ ადამიანი, ვისაც ურჩევნია იყიდოს შედარებით თქვა დაბალი კლასის მანქანა და იყოს ცენტრის და იყოს ახალი რა. ხო, 5 წლიანი გარანტია აქვს ამ მანქანას. და 150,000 ან 150,000 გარბენი. გემოვნებაზე არ დაობენ. მე რენო ყავს კი იცით უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბრენდის და იმედია რომ ეს მანქანაც გვასიამოვნებს და ამ პროექტში რისთვისაც ეს შევიძინეთ იდეალურად ყველაფერს გაართმევს თავს. ალბათ ვისაც გამოგიყვანიათ ცენტრიდან მანქანა, ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ არის აი ძალიან მაგარი შეგრძნება. მეორადი მანქანაც უამრავი მყოლია და ვიცი რაც არის. მაგრამ სულ სხვა როცა ცენტრიდან გამოყავს რა. აი წავედით ხა? ბიჭო, ძალიან ცოტა ბენზინია. ხო, ჩავასხათ. მედი შენ დაჯექი თუ. დავაი, გავგაზეთ. მოკლედ ეხა დაგვრჩა დაბრენდვა, ანუ ეს მანქანა უნდა დავბრენდოთ, დავასტიკეროთ. ველოდები ხა დიზაინერისგან და პრინციპში უკვე მზად ვიქნებით რომ დავიწყოთ ჩვენი პროექტი, რომელსაც მოუთმენლად ველოდები და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ძალიან გაინტერესებთ.